გამარჯობა, მე ვარ თათია გიუნაშვილი, ჩემს YouTube არხზე ვსაუბრობ client success-ის, ანუ მომხმარებლის წარმატების როლის შესახებ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ ამ თემის ირგვლივ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე, რომელიც არის customer support-ისა და client success-ის როლების ერთმანეთთან შედარება. Როგორც წინა ვიდეოში ვისაუბრე, client success roles არ გააჩნია დიდი ისტორია, რასაც ჩვენ ვერ ვიტყვით customer support-ის როლთან დაკავშირებით. ყველა დიდ ორგანიზაციაში თითქმის არსებობს customer support-ის, ანუ მხარდაჭერის როლი, რომელიც არის ნომერ პირველი მხარდამჭერი და კომუნიკატორი მომხმარებლებთან. მას შემდეგ, რაც მომხმარებელს გარკვეული სახის პრობლემა შეექმნება პროდუქტის მომხმარებისას. შესაბამისად, რომ განვარტოთ უფრო მეტად თუ რას ნიშნავს customer support-ის როლი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ customer support-ი წინა ხაზზე, ასე ვთქვათ, მომხმარებელთან ურთიერთობისას ასპარეზზე გამოდის მას შემდეგ, რაც მომხმარებელს შეექმნება გარკვეული პრობლემა და სწორედ მომხმარებელი არის ამ კომუნიკაციის ინიციატორი და აქვს ერთადერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაეხმაროს მას ვინმე და სწრაფად გადაუჭრას ესე თუ ის პრობლემა. შესაბამისად, customer support-ის როლის მთავარი ფოკუსი არის ის, რომ რაც შეიძლება დროულად მიაწოდოს საჭირო პასუხები იმ მომენტისთვის მომხმარებელს, რაც დაეხმარება იმაში, რომ განაგრძოს დაუბრკოლებლად პროდუქტის გამოყენება. ის საკითხები თუ რაზე ეხმიანებიან ძირითადად მომხმარებლები customer support-ს არის მრავალფეროვანი, რა თქმა უნდა, დამოკიდებული არის იმაზე, თუ რა სპეციფიკა და მახასიათებლები აქვს უშუალო პროდუქტს, მაგრამ შეგვიძლია დავავიწროვოთ როგორც ტექნიკური პრობლემები, მაგალითად, კონკრეტულ ფუნქციონალს აქვს რაღაც გართულებები და მომხმარებელი ვერ ახერხებს მის სრულფასოვნად გამოყენებას, ან აქვს ანგარიშზე შესვლის პრობლემა, ან არის მაგალითად გადახდის პრობლემა და მოკლედ ეს საკითხი არის მრავალფეროვანი, შესაძლოა იყოს სხვადასხვა თემატიკის, სხვადასხვა დღეს და დღის განმავლობაში ასეთი უამრავი მოთხოვნა თუ პრობლემა შესდით ხოლმე როგორც წესი support-ის თანამშრომლებს. ეს კომუნიკაცია, რომლის ინიცირებასაც ახდენს მომხმარებელი, შეიძლება მოხდეს სატელეფონო საუბრით, ელპოსტით, ჩათით ან ტიკეტით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ support-ის როლი არის რეაქტიული, რაც გულისხმობს იმას, რომ ის რეაგირებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელი კონკრეტულ პრობლემას დააფიქსირებს. როდესაც ვსაუბრობთ პოზიციის რეაქტიულობაზე, სწორედ აქ შემოდის უკვე ის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი, რითაც client success-ი customer support-ისგან განსხვავდება. და ეს მთავარი განმასხვავებელი არის პროაქტიულობა. Client success როლი არის პროაქტიული. ეს გულისხმობს შემდეგს. Client success მენეჯერები უმეტესად, ვინც სწორედ აი ამ მომხმარებლის წარმატების პროცესებზე არიან პასუხისმგებლები, რეაგირებს არა მხოლოდ მაშინ, როდესაც მომხმარებელი რაღაც გარკვეულ პრობლემას აწყდება, არამედ ის ცდილობს მიიღოს პრევენციული ზომები იმისთვის, რომ მომხმარებელს მსგავსი პრობლემები არ შეემთხვეს. მარტივად რომ ვთქვათ, მუშაობს იმ დრომდე, სანამ რაღაც გაფუჭდება და მისი მთავარი ფოკუსიც სწორედ ეგ არის, რომ მომხმარებელმა პირველ რიგში შეძლოს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს პროდუქტი დაუბრკოლებლად და იპროგნოზიროს, ასე ვთქვათ, ის გართულებები თუ პრობლემები, რაც შეიძლება მას პროცესში აღმოაჩნდეს. ამიტომ ვამბობთ, რომ client success-ის როლი არის პროაქტიული და არ ელოდება მომხმარებელს, რომ ამა თუ იმ პრობლემით წარსდგეს, ასე ვთქვათ, კომპანიის წინაშე. Client success მენეჯერებისთვის ეს საკითხი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც და უმეტესად client success მენეჯერები მუშაობენ SaaS კომპანიებისთვის და თუ კი ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ისეთ კომპანიაზე, რომლის პროდუქტი ჯერ კიდევ development-ის პროცესშია, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მომხმარებელი წააწყდება არაერთ არასასიამოვნო სიურპრიზს. ამიტომ ეს მომხმარებლის პულსზე ხელის დადება არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ client success manager-მა შეძლოს იწინასწარმეტყველოს, ასე ვთქვათ, სავარაუდო პრობლემები და გამოწვევები, რაც შეიძლება რომ მომხმარებელს ჰქონდეს პროდუქტის გამოყენების პროცესში. სწორედ ამიტომ, თუ კი თქვენ მუშაობთ ამა თუ იმ პროდუქტზე და გყავთ client success manager-ი, რომელიც პერიოდულად ტეხავს ხოლმე განგაშს, ხმაურს ამა თუ იმ ფუნქციონალთან თუ საკითხთან მიმართებით, სჯობს რომ დაუჯეროთ ასეთ ხმაურს და განგაშს, რადგან უმეტესად
მსგავსი წინასწარმეტყველებები ხდება და დამოკიდებული და გაანალიზებული არის პირველ რიგში მომხმარებელთან კომუნიკაციაზე დაყრდნობით და ასევე იმ ანალიტიკაზე და მონაცემებზე, რომელსაც Client Success Manager-ი ყოველდღიურად უყურებს იმისთვის, რომ შეისწავლოს და გაარკვიოს მომხმარებლის ქცევა. რადგან მეტნაკლებად გავარჩიეთ ის ფუნდამენტური სხვაობა, რაც განასხვავებს ამ ორ როლს ერთმანეთისგან, ასევე შეგვიძლია მოკლედ ვახსენოთ, თუ რა მეტრიკებით იზომება ორივე როლის სამუშაოს წარმატება. Რა თქმა უნდა, ეს მეტრიკებიც და წარმატების ინდიკატორებიც არის განსხვავებული, დამოკიდებული არის ეს ორგანიზაციულ მოწყობაზე, პროდუქტის სპეციფიკაზე და მუშაობის სპეციფიკაზე, თუმცა მეტნაკლებად მაინც არის გარკვეული სტანდარტები, რომლებსაც ორივე მიმართულების გუნდები მიყვებიან. თუ კი მაგალითად პირველ რიგში განვიხილავთ customer support-ის წარმატების მეტრიკებს და ინდიკატორებს, აუცილებლად უნდა ვახსენოთ შემდეგი მეტრიკები. პირველი ეს არის average resolution time, რომელიც არის საშუალო დრო, რაც არის საჭირო მომხმარებლის საკითხის სრულად გადასაჭრელად, რა თქმა უნდა, დაწყებიდან დახურვამდე. ასევე არის მეორე მეტრიკა მომხმარებლის effort score, ასე ჰქვია, რომელიც აჩვენებს თუ რამდენად მარტივი იყო მომხმარებლისთვის პრობლემის გადაწყვეტა და რა თქმა უნდა, რაც ნაკლებია ძალისხმევა, მით უკეთესი. ასევე გვაქვს support-ის სამუშაო დატვირთვის მეტრიკა, ეს გვიჩვენებს იმას, თუ დროის რა პროცენტს ატარებს რეალურად სარებსა თუ ამა თუ იმ кейსზე მუშაობაში და აქვე ასევე განსაზღვრავენ თავისუფალ დროს. ასევე ბოლოს, რასაც ვახსენებ, ეს არის საკმაოდ ნაცნობი მეტრიკები. პირველი ეს არის მომხმარებლის კმაყოფილების ქულა, რაც გულისხმობს კმაყოფილების დონეს, იმას მარტივად თუ რამდენად კმაყოფილი არის მომხმარებელი მომსახურებით და ასევე Net Promoter Score NPS-ი, რაც არის ძალიან პოპულარული და გავრცელებული და ეს გულისხმობს იმას, თუ რამდენად დიდია შანსი, რომ მომხმარებელი რეკომენდაციას გაუწევს ჩვენს პროდუქტს თუ support-ის ხარდაჭერას, ასე ვთქვათ. თუ ამ ვიდეოს უყურებთ customer support-ის წარმომადგენელი, გამიხარდება თუ კი გამიზიარებთ ამ რომელიმე მეტრიკიდან თქვენს პრაქტიკაში თუ არის რომელიმე დანერგილი და თქვენი ორგანიზაცია თუ გაფასებთ რომელიმე წარმატების ინდიკატორით. და რაც შეეხება client success როლის მეტრიკებს, აქაც გამოვყოფ რამდენიმე ძირითადს, რომელსაც ხვდებით პრაქტიკაში. პირველი ეს არის churn rate, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეტრიკა client success manager-ებისთვის, რაც გულისხმობს იმას, თუ რამდენი მომხმარებელი წყვეტს პროდუქტის გამოყენებას და ამის საპირისპირო შეიძლება ითქვას, რომ არის retention-ის, ანუ მომხმარებლის შენარჩუნების მეტრიკა, რაც გვიჩვენებს იმას, თუ რამდენი მომხმარებელი რჩება პროდუქტში, პროდუქტის გამოყენების პროცესში, ასე ვთქვათ, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. და ასევე client success-თან მიმართებით ჩვენ გვაქვს პროდუქტის გამოყენების რეიტი, ეს გულისხმობს იმას, თუ რამდენად ხშირად და აქტიურად იყენებენ მომხმარებლები პროდუქტს, პროდუქტის ფუნქციებს, სხვადასხვა სესიასა თუ მოქმედებებს ითვლიან ამ შემთხვევაში, ასევე აქტიური მომხმარებლების მეტრიკასაც ვიყენებთ, თუ რამდენი აქტიური მომხმარებელი არის მოცემულ პერიოდში, ასევე მნიშვნელოვანი არის client success-ისთვის onboarding-ის მეტრიკა, ეს გულისხმობს იმას, თუ რამდენმა მომხმარებელმა წარმატებით გაიარა საწყისი დანერგვის თუ სწავლების პროცესი და აქაც ხვდებით, რა თქმა უნდა, Net Promoter Scores და Customer Satisfaction, ანუ კმაყოფილების ქულას. მაშინ შევაჯამოთ დღევანდელი ვიდეო და ბოლოსკენ ხას გავუსვამ იმას, რომ ორივე როლი, support-ისა და success-ის როლი არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, თუმცა თანაბრად მნიშვნელოვანი როლი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ მომხმარებელს საერთო ჯამში ჰქონდეს სასიამოვნო გამოცდილება ჩვენს პროდუქტთან მუშაობისას. თუმცა არსებობს ორგანიზაციები, უფრო მეტად პატარა ორგანიზაციები, რომლებსაც არ ჰყავთ ბევრი მომხმარებლები, ასე დროს ერთი ადამიანი ან ერთი დეპარტამენტი ითავსებს ხოლმე ორივე მიმართულების მოვალეობებს. თუმცა რა თქმა უნდა, უფრო სწორი და უმჯობესი პრაქტიკა არის, რომ ეს ორი როლი იყოს ერთმანეთისგან გამიჯნული, ასე უფრო მეტად პროდუქტიულები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ პასუხისმგებლობებს ასრულებენ ყოველდღიურად. და
კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, თუ კი ჩვენ გვაქვს იმის სურვილი, რომ მომხმარებელს სწრაფად გადაუჭრათ პრობლემა, მაგ შემთხვევაში უკვე საფორთის როლი არის ასპარეზზე და საფორთის თანამშრომელი ასრულებს ამ პასუხისმგებლობებს, ხოლო თუ კი ჩვენ გვაქვს იმის სურვილი, რომ მომხმარებელმა სწრაფად შეითვისოს, სწორად იცოდეს პროდუქტის გამოყენება და მიიღოს მაქსიმალური ღირებულება პროდუქტისგან, ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ აუცილებლად გვჭირდება client success როლის დანერგვა ჩვენს ორგანიზაციებში და უკეთესი პრაქტიკაა, როდესაც ეს ორივე როლი ურთიერთობით და კომუნიკაციით საუკეთესო პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. თუ კი ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე, არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონებაც არ დაგავიწყდეთ, ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც წინა ვიდეოს შემდეგ შემეხმიანეთ, თქვენი თითოეული უკავშირი არის ჩემთვის ძალიან დიდი მოტივატორი. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ.